მატონებო. მომილოცნია. გამარჯობათ ბაბა. სოფლის მეუნება შენ არ გაქვს. ფაბრიკა ქარხანა შენ არ გაქვს. შენ ჩემი ბატონი ხარ. ზავადი შენ არ. აცა ხუთი კაცი დაასაქმეს კაცო. ქვეყანა აღზრდეს ამ ტელევიზიაში. ძალიან გთხოვ, ყველას გავაგებინოთ, ყველას ვუთხრათ რომ არავის შიშისგნობა აღარ არის, არავის აღარ ეშინია, ხო ხედავთ, მანიფესტაციებზე რა ხდება? 9 მილიონი კაცი დადგება თბილისელი 29-ში და ალბათ არავით არის შანსი არ აქვს, იმედი, ვითომ ხალხს გონია რომ მაინც გააყალბებს, ასე არ არის. ყველამ გამოვცხადეთ და ჩვენი ბიულეტინი ავითვლისოთ და ჩაუშვათ ყუთში. ძალიან გთხოვთ. 41 ნომერი დავიცავთ ქვეყნებს და დაგიცავთ აუმარჯოს ყველაფერს გავაკეთებთ. ყველაფერს ვიყენებთ იმისათვის რომ საქართველოს გავათავისუფლებთ ამ უბედურებისაგან, ამ შავი ჭირისაგან. ჩვენ გავთავისუფლდებით. ხალხმა მოინდომა ეს უპირველესად და ხალხი როცა გამარჯვებას მოიპოვებს, ის უთუოდ გაიმარჯვებს ჯერ ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა ხალხს გამარჯვება მოეწადინებინოს და არ გაემარჯვოს. ჩვენ მთიელი ხალხი ვართ, სოფელი ხალხი და თქვენ როგორ ბრძანეთ, ძალიან მოხარული ვართ რომ ბატონი ბიზნესი, ამიტომ გჯერავს რომ სოფლის მეურნეობაში $1 მილიარდ. სანამ ეს ჩაიდობა, სოფლელი ხალხი ამისათვის ვართ, შემოსავალი აქ სარჩუ არ აგვაქვს და ყველა სოფლელი ახალგაზრდა ჯარს ეწაფება. ჯარს და თუ ქართულ ჩვენ ქვეყანას ამისთანა ძალა, ამისთანა ენერგია გააჩნია. მაშინ ჩვენი ქვეყანა დავიჩოთ. ავღანეთი რა ჩვენი დასაცავია. ქართველი ხალხი, ჩემი მეზობლები, ჩემ ხელებში აზრილი ხალხი რომ იქ უპატრონოდ იღუპება, ეს თუნა მოსპოს ბიზნესშულა თქვენთან ვარ, თქვენი ჭირბე, თუ არა და არ გჯერავს. ეს უნდა მოისპოს ხალხო, აღარ გვიდა ჩვენი ხალხი აქ უილაში გვიდა. ვიცი რომ 2 ოქტომბერს ის ხალხი ჩვენთან მოვა. მე მინდა იმ ატასტაში დაუკრათ რომ 2 ოქტომბერს ისინი ჩვენთან ყოფილიყო. აუცილებლად. თბილისის ცენტრალური ოფისიდან აჭარაში არიან წარმოგზავნილები. მე მინდა მადლობა უთხრათ რომ ამ ბიჭებმა ფეხით შემოიარეს მთელი აჭარა. ამ ბიჭებმა გამოაფხიზლეს აჭარა. ამ ბიჭებმა აი მე მინდა რომ დაიმახსოვროთ ჩემო ძვირფასებო, აი ეს სახეები, რომლებიც აქ არიან, ახალგაზრდები ხართ, თქვენ უნდა იმეგობროთ. თქვენ ძალიან მომავალი, ლამაზი მომავალი უნდა აშენოთ. თქვენ სახელმწიფოებრივი სამსახურში უნდა ჩადგეთ. მე მიხარია რომ ჩემი სოფლის მოსახლეობა, ის ადამიანები, რომლებიც თქვათ იქ იყვნენ მოსული და მობილიზებული, უმრავლესი ნაწილი გადმოვიდა და მოისმინა აი ჩვენი კანდიდატების პროგრამები მოისმინა და მე ვატყობ რომ დღეს ნამდვილად ნაცმოძრაობის პროგრამის შემდეგ ჩვენი პროგრამა თვალებში ვატყობ მოსახლეობას უფრო სტამბეწლავი იყო. ივანიშვილის მომხრევარ, ოცნების მომხრევარ. და ღმერთმა გესმის მისი გამარჯვება მომასწრას ამ 20 დღეში. ერთი შეკითხვა მაქვს დანდაცვის სისტემაში. და სოციალური დაცვა. კი. იმედი ერთში. სოციალური დაცვა ხონდა და პოლისი. რაღაც ყველა მისნა დამერწმუნებია რომ შეგვარის კაცი ბრძანდა. და ბათუმში ვიყავი, ნუ რაიმში. სად დასმევინე დიაგნოზი? რა გქონდა, რა გითხრეს, რა? მეოთხე, მეხუთე დისკოზი. თანაიყო 1700 ლარი. არის პოლიცია. კი. მაგრამ ამ პოლიცმა კი დრო ყველაფერი აქვს და მერე ის მარიაკების იგივე რო არის. იქ არის შოხერი და ხულო. რომელსაც გარკვეველი იქნება აფერ დამოხდეს. შენი უჩერად იქნება სექტემბერში. არა, ეს შეიძლება ასეთი რაღაცა იყოს? არავით არ შეიძლება. რანაჯემარ, აფერ შეიძლება ენდო რომ როცა ერის გამრავლებაზე თითქოს ხმამაღლა ლაპარაკობენ, აგერ აი ღვთის ღმერთთან გათანაბრებული ქალია ნებისმიერი ორსული. და ამას რომ ორსულობაში დაუწესებ 800-დან 1500 ლარამდე გადასცემ. რა ერის გამრავლება ვისაც უნდა, იმ ქვეყანაში შობიარობა არის უფასო ჩემო ხალხო. აბსოლუტურად. ახლა მომიწია ოდილ გასვლა. ხან ბიჟბა აგვიმუშავეს, ხან ბოში აგვიმუშავეს. კი, მასე. მე დარწმუნებულია რომ აქ 70% უნდა რომ ახლა ჩვენ გვერდში გახდა. დღევანდელ პერიოდში ესეთი გაჭირებული ცხოვრებაა რომ ასეთი დაზღვეული პოლიციის ვადა გამივიდა, გუშინ სხვათა შორის მივედი, მითხრეს რომ
ვადა გავუვიდა პოლის რაღაც კერძო ჩივილები მქონდა, მაგრამ ყველაფერი ფასიანი არის, რადგან საშუალება არ მქონდა, მოგრუნდი უკან წამოვედი. მე მიამაყება, რომ ახალგაზრდები, რომლებიც იქ დავხვდნენ, ძალიან გულანთებულები არიან, თითქმის 90%-ზე მეტი მხარს უჭერს კოალიცია ქართულ ოცნება ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვოთ და თითეული ახალგაზრდა დააფიქსირებს თავის აზრს და შემოხაზავს ნომერ 41-ს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხალხს ჩვენ იმედებს არ გაუცუდებთ და 1 ოქტომბერს ჩვენ გავისტუმრებთ სააკაშვილის ხელისუფლებას.